ეს უძველესი ქალაქი უამრავ ლეგენდასა და ისტორიას ინახავს. ბევრ შენობას, ბევრი მითი და უცნაური ამბავი უკავშირდება. როდესაც თბილისის ქუჩებში დავდივარ, ყოველ ჯერზე, რაც არ უნდა ხშირად ვიყო გავლილი ქუჩაზე, ყოველთვის რაღაცა ახალი თვალით უყურებ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, იმის გამო, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, არა მხოლოდ უბანი კონკრეტული ან ქუჩა, არამედ თითოეული სახლი. აი, კარგად თუ დააკვირდებით, შეიძლება მხოლოდ აი ცხაურმა ან შუქფრამ, რომელიც სადარბაზოს თავზეა განთავსებული, აბსოლუტური გაოგნება გამოიწვიოს იმდენად დახვეწილი ნახატით, ან იმდენად ძალიან კარგი ნატიფი ჭვირულით იყოს რაღაცა გარკვეული ელემენტი გამოსახული, ან თუნდაც სკულპტურა, რელიეფი, რომელიც შეიძლება იყოს განთავსებული ამ ფასადზე. თუნდაც ავიღოთ მაგალითად მელიქ აზარიანცი, რომლის ფასადიც აი აბსოლუტურად განსაცვიფრებელია და თვალს ვერ ვწყვეტ ვერაზრს, როდესაც მას მოახლოვდები. თუმცა უნდა ითქვას, რომ ესეთი განსაცვიფრებელმა თბილისის არქიტექტურამ, რომელიც არის თბილისური არქიტექტურა ზოგადად აღმოსავლური და დასავლური არქიტექტურული ელემენტების ნაზავით, სწორედ ამიტომ არის ძალიან განსაკუთრებული, სპეციფიური და საინტერესო. თუ შეიძლება ითქვას, მოკვდა, გარდა იმისა, რომ დღეის მდგომარეობით უკვე სამწუხაროდ ვეღარ აკეთებენ ისეთი ხატრული სიძლიერის ნაგებობებს, უკვე ფაქტურად ნადგურდება კიდეც ის შენობები, კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც რაღაცა გარკვეული ღირებულება აქვს ან ჰქონდა. არაერთი შენობა, რომელიც ზოგადად გულდასაწყვეტი შეიძლება იყოს, ამ წუთას ერთ-ერთი მახსენდება არაჩვეულებრივი სახლი ქაშვეთის გადმოღმა, სადაც იყო მანანა ორბელიანის სალონი. მანანა ორბელიანი მირმანოს ქსნის ერისთავის ქალიშვილი და დავით ორბელიანის მეუღლე იყო. მის ბინაში ცნობილი წვეულებები იმართებოდა. მის სალონში იკრიბებოდნენ გამოჩენილი მწერლები, პოეტები და ხელოვნების წარმომადგენლები. მანანა ორბელიანს დიდი წვლილი მიუძღვის ჟურნალ ცისკარის დაარსებასა და მუდმივი ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაში. ცხადია, თითოეულ სახლს, თითოეულ შენობას აქვს თავისი ისტორია და რაღაც ისინიც ადამიანებივით არიან, რაღაცა ჩნდებიან, თავისი განვითარების პერიოდი აქვს და მე სამწუხაროდ ბევრი ხდება კიდეც ისევე როგორც ადამიანი. თითოეული შენობა საინტერესოა გარდა თავისი მხატვრულ არქიტექტურული ღირებულებით, თუ მას რა თქმა უნდა გააჩნია ეს, არამედ თავისი ისტორიით. მაგალითად ეს შენობა არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნიმუში, ფსევდომავრიტანული სტილისა, რომელიც გადმოცემის მიხედვით და ლეგენდის მიხედვით განეკუთვნებოდა თავად ბარათაშვილს, ანუ მთელი ეს ორი სართული, მისი საკუთრება იყო, პირველ სართულზე იყო საჯინიბოები განთავსებული და სხვათა შორის რამოდენიმე ხნის წინ, როდესაც ასფალტის ფენას წვლიდნენ, ძველი წყობაც კი აღმოჩნდა ფილაქნებისა დაფენილი, ძალიან საინტერესო იყო სამწუხაროდ დაფარეს ისევ. უკვე მერე გასაბჭოების შემდეგ ცხადია შემოასახლეს სხვადასხვა ადამიანი და უკვე დაიკარგა ამ რაღაცა პირველადი პატრონის დაკარგა ამ სახლმა და გახდა უფრო ისეთი მრავალფეროვანი, სწორედ ასე შეიქმნა ეგრეთ წოდებული თბილისის იტალიური ეზოები, რომელიც ისეთია ძალიან ინტერნაციონალურია და ძალიან საინტერესოა დღეს უკვე მრავალფეროვანია. თუმცა ძალიან ბევრი შენობა სწორედ დასაწყისში თავიდანვე ერთ მესაკუთრეს ეკუთვნოდა. არის ერთ-ერთი სახლი თბილისში, რომელიც რაღაცა თავისი პირქვეში ისტორიით გამოირჩევა. ეს არის სახლი ნომერი 6 ინგოროყვას ქუჩაზე. ძალიან საინტერესო არქიტექტურა აქვს, ცხადია და ყოველს ყურადღებას, მათ შორის თქვენიც, იქცევს ის, რომ შესასვლელ თაღში არის განთავსებული, როგორც ამბობენ, ეშმაკი. თუმცა შეიძლება ეს არ იყოს ხლად ეშმაკი და იყოს რაღაცა ფანტასმაგორიული ცხოველი, რომელიც გამოსახული ფაქტურად ისეთი მდებარეობა აქვს, რომ გადმოყუდებულია და დახურებს ყველას, ვინც კი შედის და გამოდის კარში. აი, ლეგენდის თანახმად ეს სახლი ეკუთვნოდა მდიდარ ვაჭარს, რომლის ქალიშვილიც იყო მეძავი და მამამ აუგო სპეციალურად განცალკევებით სახლი და ფაქტურად აი ამ ფანტასმაგორიული ეშმაკით, თუ შეიძლება ითქვას, დაწყევლა ყველა ის ადამიანი, ვინც კი შევიდოდა ამ კარში და გამოვიდოდა. როგორც ამბობენ, ეს სახლი ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. აქ ახალგაზრდა გოგონას ადრე თავი მოუკლავს. ლეგენდის თანახმად წლების განმავლობაში სახლში შავი ფარდები შიშის ზარს ძემდა ქუჩაში გამლელებს. ფანჯრებში მოხუცი ქალის სილუეტსაც ხედავდნენ. ამბობდნენ, რომ ამ სახლში ვერავინ გაიხარა.
არ ვიცი ნამდვილად ეს მითია თუ ისტორია, მაგრამ ცხადია რომ რაღაცა გარკვეულად ესეთი აურა შენობას გააჩნია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამორჩეულია და ძალიან საინტერესო მხატვრულ არქიტექტურული ღირებულება აქვს. თქვენ თვალს გადავლებთ თბილისის არქიტექტურას, აქ შეგვხვდება ძალიან საინტერესო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, სტილისტურად განსხვავებული შენობები. მათ შორის არის ფსევდოკლასიცისტური, ფსევდობაროკალური, ფსევდოგოთური, ახლა რაზეც უბრალოდ მავრიტანულია ეს შენობა თუნდაც და ძალიან საინტერესო მოდერნული არქიტექტურის ნიმუშები. მოდერნული არტ-ნუვო არქიტექტურა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა, საბედნიეროდ გვაქვს ძალიან ბევრი კარგი მაგალითი, მათ შორის როგორც არის TBC ბანკის შენობა, მარჯანიშვილის თეატრი, აპოლო, კინოთეატრი აპოლო, ასევე აღმაშენებლის ქუჩაზე, რომელთა სადარბაზოები პრინციპში აქედან დაიწყო, იყო რა თქმა უნდა მორთული ასევე და ყოველთვის ეგებებოდა შემსვლელს. ეს შეგებება გამოიხატებოდა ტექსტებში. ძალიან ბევრ ასეთ სადარბაზოს აწერია welcome, რომელიც ასეთი წესი ევროპული არქიტექტურის რუსეთის გავლით ჩვენთანაც შემოვიდა და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნიმუში, სადაც ევროპული ლათინური წარწერა ქართულით არის შეცვლილი, ეს არის ვარციხის ქუჩაზე განთავსებული არაჩვეულებრივი მოდერნული არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში, რომლის სადარბაზო შესასვლელში წერია სალამ. და ძალიან ისეთი თბილი და ესე იღებს შემსვლელს და ისეთი აღფრთოვანებას გამოხატავს ყველა ტექსტის გამო. პირველი რაზეც გული მწყდება, გარდა იმისა, რომ შენობები გვხვდება და მათ ადგილას ახალი ნაგებობები ჩნდება, ეს არის მოცულობა და მასშტაბი. ფაქტიურად თბილისმა დაკარგა თავისი იერსახე სწორედ ამის გამო. აი ამ კონკრეტულ კოკროჭინა პატარა კოლორიტულ უბნებში ჩნდება სრულიად გარდა იმისა, რომ შეუსაბამოა იმ განაშენიანებისთვის მოცულობაში აბსოლუტურად დამთრგუნველი არქიტექტურა, რომელიც ჭამს, შთანთქავს და რა ვიცი, ანადგურებს ყველაფერს გარშემო. ამიტომ რა ვიცი, ვისურვებდი, რომ რაღაცნაირი ტაქტიკა ქონოდეს ყველას არქიტექტორებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ამ ასეთ სახლებში ცხოვრობთ, უბრალოდ დავაფასოთ და მოუვაროთ იმ რაღაცა პატარა ღირებულებას, რაც კი დაგვრჩა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი ესთეტიური მომენტი და მემკვიდრეობითი მომენტი, რაც ჩვენს შთამომავლობას უნდა შეუნახოთ და ძალიან სასიხარულო ფაქტი იქნება მე მგონი მათთვის.